ლისზე ხდება ეს სურათი. ლისის ტბასთან ამოსული ვარ 1-20 წუთია. ეს ლოცვამიდის აგათი აფრიკული წარმოშობის ხალხიცაა და არაბებიც. მაისმოდა ხო? კი. მოკლედ, აი, როგორი სურათია უკვე, იცი? აი, ის კი არა, აი, მაგალითად, სალოცავია და შიგნით ლოცულობენ, აი, ქუჩაზეა ჩართული, მამაღალი, დემონსტრაციული, სალოცავი ლისზე თან. ანუ რა არის, იცი? გალობა, იქ არაბული ისლამური გალობა თუ რაც. საქართველოში აი უნდა ითქვას მწარე სიმართლე რაში მდგომარეობს რა. სახელმწიფოებრივი გამოწვევებისთვის არ არის ეს ქვეყანა მზად. აი თავის თავს როგორ უნდა მიხედოს არ არის მზად და მარტივია თან მიზეზი რატომ არ არის მზად. აი ზედმეტად უპასუხისმგებლო და აი არაფერი რო არ აინტერესებს მასეთი ხალხი მართავს. ანუ მართავს ისეთი ხალხი რომ აი რაღაცა უბრალოდ რაღაც კაი მანქანა ჩასაცმელი და რაღაც რესტორანში დაждდება და რაღაც სხვებს დაახარბებს რამდენად უკეთესად ცხოვრობს. აი მაგ გაქანების ხალხი მართავს ამ ქვეყანას და ეს შედეგი მაგიტო აი რაღაცა დასავლეთში უყურებენ რაღაც იმათ ფილმებს, იქაურ რაღაც ჰოლივუდის ვარსკვლავებს და იმათი ცხოვრების წესის გადმოღება უნდათ აქ. და მთელი აი ეს მოცემულობა, რასაც ხედავთ, მაგ ხალხის მოტანილია. და რა არის, იცი, დასავლეთშიც ახლა ასე რომ მიდის აი იქაც ეს მიგრაცია მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ უნდა ავიღოთ საქართველოსთან შედარებით განუზომრად ძლიერია ეკონომიკურად, ფიზიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით ბევრად უფრო ძლიერია, მაგრამ დასავლეთშიც კი ეს პრობლემა მათ უქმნით უკვე საფრთხეს. იქ ამ პრობლემას რო გამოეხმაურება ხალხი, ყველგან ხდება ის პროცესი, რომ რაღაცა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამის წინააღმდეგარი, ის პოლიტიკური ჯგუფი ძლიერდება. მაგალითად, გერმანიაში AfD თავის დროზე საერთოდ არც კი არსებობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ეხლა ცალკე აღებული ყველაზე პოპულარული პარტია. დანარჩენები კოალიციურად უგებენ. იგივე საფრანგეთში. არა იმატებს. ტრამპი ამერიკაში ტრამპმა რო გაიმარჯვა ამერიკაში, ტრამპის ლოზუნგი იყო აი ეს ჩავკეტოთ საზღვარი, build the wall. ხო, უნდა ჩაეკეტათ საზღვარი და აეშენებინათ კიდე. ანუ რა არის იცით? ამ გამოწვევას დასავლეთი მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ეს პროცესი არის ძალიან ღრმად შეტოპილი, იქაც კი ამას უპირისპირდება ხალხი პოლიტიკური ძალით. საქართველოშიც აი ამას აი ეს არის ჩემი ამოცანა, აი არ ვიცი რა შეიძლება ამისთვის გაკეთდეს, რაღაცა ერთი ნაბიჯი თუ მოახერხეთ და გადაიდგა წინ ამ მიმართულებით, ჩავთვალოთ, რომ უზარმაზარი საქმეა გაკეთებული. პოლიტიკური ძალა უნდა გაძლიერდეს, რომელიც ამ ყველაფრის შეჩერებას გულისხმობს. სხვანაირად, მეგობრებო, ეს სამშენებლო კომპანიები, ეს ფინანსური ჯგუფები, რომლებიც დღეს მართავენ, ამათ ნუ გგონიათ, რომ ან მორალი, ან რაღაცა შეგნება, ან რაღაცით ისინი გამოფხიზლებიან. მათ სულ სხვა ამოცანები აქვთ. მათ საერთოდ არ აქვთ პრობლემა. საერთოდ ისინი ამ საკითხს პრობლემად არც კი განიხილავენ. მათ სხვა გამოწვევები აქვს. არა თუ აი პრობლემად არც განიხილავენ. აი ვერც კი აღიქვავენ. კი, მაგ ჭრიში არც ფიქრობ. ანუ ეგ როგორი ხალხია, იცი, სადღაც პენჰაუსში ცხოვრობს.
მოწყვეტილია ყოველდღიურობას, თავის ზღაპრულ მდიდრულ გარემოშია. ისევ თავისნაირებთან აქვს ურთიერთობა და ჩვეულებრივ ქუჩაში, ჩვეულებრივ უბნებში, სოფლებში რა ვითარება, ამას ვერც კი ხედავს, ვერც კი აღიარებს. აი მაგალითს მოვიღე. და არც იმის ცოდნა აქვს და არც იმის ერუდიცია აქვს, რომ გაიაზროს მის საქმიანობას გრძელვადიან პერსპექტივაში რა შეიძლება მოყვეს. მაგიტომაა საუბარი, რომ არ შეიძლება ქვეყნის სათავეში იყონ ვაჭრები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყანას მართავდნენ ვაჭრები. აი ასეთი ის არსებობს, გამოთქმა არსებობს, ასე იტყვიან ხოლმე, რომ ქართველი ზარმაცია, კაცო და ისინი რომ შემოდიან, ისინი მუშაობენ. აი არა ეგ რანაირი ნათქვამია, იცი? მაგ ნათქვამი მანდამდე როა მისული საქმე, რომ აი ვიღაცა ეგრე გიყენებს ვიღაცა ამ მიგრაციის გამართლებას მაგ ფორმით ახდენს, მანდამდე როა მისული საქმე, ჩათვალეთ, რომ იმაზე ცუდად ყოფილა სიტუაცია, ვიდრე გონია ვიღაცას, იმიტომ რომ რას ნიშნავს კაცო ქართველი ზარმაცის? ქართველი ყველაზე ზარმაცი რო იყოს დედამიწის ზურგზე, მაგას საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი, ვინც ზარმაცი არ არის, ისინი დასახლდნენ აქ თუ რა, ანუ რა როგორ არის საკითხი დაყენებული, რომ ჩვენ ზარმაცები ვართ, ისინი მშრომელები არიან და ჩვენ გავქრეთ და იმათმა იარსებონ? ანუ რა არის, იცი? ყველაფერი საერთოდ გადმოსახედის როგორია ადამიანს, მანდედან უნდა ფასდებოდეს რა. თუ ადამიანს ეს ქვეყანა, ეს იდენტობა დროში გავრცობილად ფასეულობად არ მიაჩნია, ხო? ის ადამიანი მაშინ რაღაც ეგეთებს ლაპარაკობს, რაღაც ზარმაცია, ის ბეჯითია და მოდი იმანი იმუშაო. ან ვიღაცა საერთოდ თუ მაგას ფასეულად არ მიაჩნია ვიღაცას, ხო? ვიღაც იტყვის, რომ ავიცი ხა ჩამოვიდნენ კაცო და ეკონომიკა ხო ინდექსი ხო გაიზარდა. აქ გადმოსახედს, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა რა კრიტერიუმით ვაფასებთ. და მაგ არგუმენტებში ჩანს ადამიანი რა კრიტერიუმით აფასებს. და სწორი შეფასების კრიტერიუმი რა არის, იცით? არ მაინტერესებს კაცო. ერთადერთი რაც მაინტერესებს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ცოტავდება და ჩამოსულები მრავლდება და პირიქით უნდა იყოს. პირიქით უნდა იყოს, კაცო. ეგ მაინტერესებს ერთადერთი და სხვა ყველა გადმოსახედი ვიღაცა რაღაც ციფრებს ატრიალებს, ვიღაცა რაღაც სიზარმაცეს ზომავს და რა. ეგენი არ მაინტერესებს, რაში მაინტერესებს ვიღაცა. ტყუილია, იმიტომ რომ ქართველი უცხოეთში რომ მიდის, იქ რატო შრომობს მაშინ? ხო, რა თქმა უნდა, ეგ ტყუილი და ბოდვაა, რა თქმა უნდა, ვინც მაგას იძახის. მაგრამ ეგ რო მაგას რო საკითხი საერთოდ ეგრე აყენებს ვიღაცა, ხო? ეგ უკვე ტრაგედიაა საკითხის მასე დაყენება, იმიტომ რომ კაცო, აქ ჩვენ ვინც ცხოვრობს, იმ ადამიანებს უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა, ის უნდა გამრავლდეს. და ასე შემდეგ. მან უნდა აიხსნა სინამდვილეში რა იგულისხმება რა. ზარმაციაო ქართველზე რო იძახიან, იმ ფონზე როცა ქართველები უცხოეთში შრომობენ, სადაც მეტნაკლებად ნორმალური და ადამიანური ანაზღაურებაა და შრომობენ საკმარისად კარგად იმისთვის, რომ არ უჩივიან დასაქმების სულს. პირიქით ეძახიან და ჩასულები არიან უამრავი ქართველია და შრომობენ და გააქვთ აქ ოჯახებს ინახავენ და რა ვიცი, ნახევარი საქართველო იმათ კისერზეა, მერე დახმარების და რა ვიცი, ოჯახებს ინახავენ და ასე შემდეგ, რომლებიც აქ მიზერული ხელფასები როა იმაში დახმარება ჭირდებათ, ხო? მაგრამ მანდ რა ხდება, იცი, მაგას ვინ ავრცელებს მაგ შეხედულებებს? ბიზნესისთვის იაფი მუშახელი არის დამატებითი მილიონები ჯიბეში. იაფი მუშახელი უბრალოდ ის კი არა, იაფი მუშახელია და ეკონომიკა იზრდება. იაფი მუშახელი არის შემდეგი რაღაცა. ვიღაც სამშენებლო კომპანია რო აშენებს კორპუსს და მუშას თანამშრომელს რო უნდა მისცეს ჯამში თანამშრომლებს პირობითად 5 მილიონი
თუ უნდა მისცეს ერთ კორპუსზე ხელფასების სახით, თუ გაჩნდა ვიღაცა იაფი მუშახელი ჩამოიყვან ბანგლადეშიდან ან პაკისტანიდან და ჯამში გამოუვა რომ 1 მილიონი უნდა მისცეს ხელფასებზე ამ უცხოეთიდან ჩამოყვანილ თანამშრომლებს 4 მილიონი წაიღო ჯიბეში. და მაგ ფინანსური ელიტა სინამდვილეში საქართველოში არის ოცნებ ხელისუფლების ნაწილი. არ არსებობს სხვილი ბიზნესი ძალიან მცირე პროცენტის ბიზნესების გარდა, აი ხაზარაძის და ეს ჭყონიას და აი ამერიკის საელჩოზე მიბმული ბიზნეს ორგანიზაციების გარდა, ძირითადი ბიზნეს სტრუქტურები არის პირდაპირ ხელისუფლება. ის კი არა ხელისუფლებასთან კარგად ყოფი, არამედ პირდაპირ ხელისუფლება. და ხელისუფლებისთვის იაფი მუშახელი არის დამატებითი მილიონები. ის ხალხი, რომლებიც აპარავებენ ხელისუფლებას იმის ლაპარაკით, რომ ქართველები ზარმაცები არიან და იმიტომ შემოყავს ინდოელები და პაკისტანელები, ეგ ხალხი სინამდვილეში აპარავებენ უბრალოდ იმას, რომ ქართველებს ადამიანური ხელფასი არ გადაუხადონ, გროშებზე შეეძლოთ ვიღაცა პაკისტანელები შემოიყვანონ და დამატებითი მილიონები უბრალოდ მათმა უფროსებმა და ამკვეთებმა წაიღონ ჯიბეში. ქართველი ზარმაცი კი არ არის. ნაკლებად მონურ პირობებზე თანხმდება ვიდრე სხვები. ვისი შემოყვანაც ამათ უნდათ. აი რამდენად ტრაგიკულიც არ უნდა იყოს ქართველის მთავარი დანაშაული ახლა ოცნების ფინანსური ელიტის და ამ ხელისუფლების მიმართ ქართველების მთავარი დანაშაული ის არის რომ ქართველი ამ ქვეყანას საკუთარ ქვეყანად თulis რომ მასაც რაღაცა ეკუთვნისა აქვს და ისეთ მონურ პირობებზე არ თანხმდება, როგორიც აქაურ ფინანსურ ელიტას აწყობს და ეგ ამ ფინანსური ელიტის გადმოსახედიდან სერიოზული მინუსი არის. ანუ ჩვენ არ გამოვადექით როგორ ძერი ამ ფინანსურ ელიტას. უვარგისი ხალხი ვართ, იმიტომ რომ საკმარისი ფული არ კეთდება რა ამ ქართველებით. ამ ქართველებს რაღაცა პრეტენზიები აქვთ რა აქ. ზედმეტი. აი ჭიათურაში მაგალითად მაღაროელებს ხო აქვს პრეტენზიები რომ ბიჭო, რავი, ჩემი ქალაქია. ჩემ ქალაქში მიწაში არის რაღაცა ძალიან ძვირფასი და ამოგაკ მიწიდან შენ მილიონებს შოულობ და მილიარდებს. და ან ქალაქს მოახმარე რამე, ან მე რომ მიწის ქვეშა ვარ ჩასული და თავზე შეიძლება მთა ჩამომექცეს, წესიერი ადამიანური ხელფასი მომეცი, აი მაგისი თქმის პრეტენზია რო აქვს ქართველს არ გამოადგა რა ამ ფინანსური. და რა არის იცი დასანანი, აი ცოტა ისეთი გადმოსახედიდან რომ შევხედოთ რა, აი რაღაც ფილოსოფიური საკითხი, ძალიან მოკლედ რო თქვა. აი არსებობს დასავლეთი, ხო, რომელსაც საქართველოს ბაძავს და ეს ეხლა რა მოცემულობაც და რა პრობლემაც დგას, ეს სიამდვილეში დასავლეთის მიმბაძველობით ხდება. საქართველოს მართველი რგოლი ბაძავს მართველობის ფორმაშიც დასავლეთს და მანდედან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი და საერთოდ ეხა დანარჩენი სამყარო სადაც არის იქ ასეთი პრობლემები ნაკლებად ხდება. აი მაგალითად აზიაში, ხო? ასეთი პრობლემები აზიაში არ არის. იმიტომ რომ ჩვენ სამეზობლოში სად არის? თან იმის მიუხედავად რომ ჩვენზე მდიდარი, გაცილებით უფრო მდიდარი ქვეყნები არსებობს აზიური, რომელსაც ეს პრობლემა ასე არ უდგას. იმიტომ რომ კულტურულად უფრო სწორი მიდგომა აქვს ამ თემასთან დაკავშირებით და დასავლეთის მიმბაძველობა საქართველოსთვის არის განსაკუთრებული სიგიჟე ამ საკითხში. დასავლეთის არასწორად უდგება და ისიც რაღაც პრობლემებშია, მაგრამ საქართველოს დასავლეთივით რო იქცევა ამ საკითხში, არის რაღაც გაუგონარი, ყურში გაუგონარი სიგიჟე, იმიტომ რომ დასავლეთი რა არის, იცი? დასავლეთი არის იმპერიალისტური ცნობიერების მქონე ხარეა, რომლებიც კოლონიებად ყავდათ მთელი მსოფლიო დანაწილებული და დაპყრობილი ქონდათ მთელი მსოფლიო და მონებად ჩაყავდათ ხალხი და მონებად ამუშავებდნენ თავის ქვეყანაში და გამდიდრდნენ. მაგ გარემოში გაჩნდა ლიბერალიზმი, რომელმაც დაიწყო იმ დაჩაგრული კოლონიების და დაჩაგრული ხალხის უფლებების დაცვა და მთელი პოლიტიკური ჯგუფები გაჩნდა, რომლებიც იმათ დაეყრდნო, იმ ჯგუფებს დაეყრდნო. საქართველოში არც ის ანუ ვერც ვერავის ვერ იპყრობ, არც ძალა არა გაქვს, საერთოდ არაფერი
კოლონიებად რო ყავდეს, ეგეთის უნარი არ აქვს. და რო ჩამოყავს აქ. აი უყურე ორნაირი ის არსებობს რა. არსებობს ჩამოიყვანო და დაჩაგრო ხალხი. მაგას აპირებს ვინმე, აი უბრალოდ ამიხსენ ჩამოყვანეს და დაჩაგროს უპირებთ, აქ იაფათ უნდა ამუშაოთ და მე გაყაროთ. ვინმეს გონია რომ მაგას გაგიტარებს ვინმე, კაცო აქ ვიღაცა დაიჩაგრება და მონათ იმუშავებს და წავა მერე, აქ რო ჩამოვა. არავინ მასეთი დებილი არ არის, რომ შენი მონა იყოს და წავიდეს მერე. აქ რო ჩამოვა, აქ დარჩება ის და ის მოინდომებს კაცო მერე აქ ცხოვრებას და ის პრეტენზიას გამოთქვავს მერე რომ ჩემიაო. ეგენი აქ რო ჩამოდიონ, მაგ ქვეცნობიერში უკვე აქვთ იმის განცდა, რომ ამ ქვეყანას ესე იგი პატრონი არ აყავს. ეს ქვეყანა უპატრონოა. და რა ვიცი ახლა თუ ვერ პატრონობს ეს ქართველი აქაურობას, შესანიშნავი მშვენიერი ბუნების გარემოა, მოდი ჩვენი იყოს. და დასავლეთსაც რასაც შენ ამბობ რომ ბაძავ, დასავლეთმა უკვე აღიარა რომ ეგ პრობლემაა. დასავლეთი ვერ ინელიებს ამ შეცდომას. და შიგნით დუღს პროცესი ამ უკონტროლო მიგრაციის შედეგად რაც ხდება. და საქართველოს მით უმეტეს რას მოინელი. აი ირაკლიმ რაც თქვა, აი ბოდიშრა და მე გავუშვი, ანუ რო აი დასავლეთიც ვერ უძლებს, მაგრამ იმისთვის სხვა მდგომარეობა არის. საყოფა ცხოვრება მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ბჭო, აი ვიღაცა მაგალითად აი ძალიან ისეთი სპორტსმენი რო ავიღოთ რა, აი მაგალითად აი ტალახაძე რო ავიღოთ. ტალახაძემ რაღაცა მომენტში რო გადაწყვიტოს რომ მოდი არ ვიცი აი 200 გრამი სამედიცინო სპირტი დავლიე. არც მაგისი ორგანიზმისთვის არ იქნება ეგ არაფერი კარგი, მაგრამ ეგ უფრო აიტანს და ვიღაცა ადამიანი, რომელსაც გულის პრობლემა აქვს, რაღაც დაავადება ჭირს, სუსტია, ექიმმა ძლივს გამოუშვა საავადმყოფოდ, ან ჩვენი ქვეყანა ეხა ეგეთი დასუსტებულია. მაგრამ იგივე რომ გააკეთო, შეიძლება მოკოდეს კაცო. არც ერთისთვის კარგი არ არის, მაგრამ შენი მდგომარეობა როგორ მდგომარეობაში ხარ, დრამატულად ცვლის მერე ეფექტს. შეიძლება რაღაცა 90 მილიონიან ქვეყანაში 1 მილიონი მიგრანტი პრობლემაა, მაგრამ გადარჩნენ და 3 მილიონ ნახევრიან ქვეყანაში 1 მილიონი მიგრანტი არის მოკვდა ეგ ქვეყანა უკვე. აი კიდე ერთი ვიდეოს ჩვენება მინდა ისეთ მასიურ სახეს იღებს ეს რომ აი უბრალოდ უბნები ჩდება უკვე უბნები ჩდება სადაც ქართველებზე მეტნი არიან ჩამოსულები და ეგ მარტივად არ დამთავრდება ეს ყველაფერი მე რა ვიცი ოცხალები არიან მე რა ვიცი ოცხალები არიან სულეგენი როგორ არის? ყველგან ახე რამდენი და განუბრალდი ძალიან უსაშუალო. ანუ აი როგორი სურათია იცი? თელი ქუჩა ისინი არიან, აი უბრალოდ ნახე. თავიდან დავატრიალებ რა. აი ხმასაც მოусმინო თავიდან, მაგრამ აი უბრალოდ აი თელი ქუჩა ესენია. ყველები არიან. სულეგენი როგორ არის? ყველგან ახე რამდენი და განუბრალდი ძალიან უსაშუალო. თითიდან გამოწვეული პრობლემა. ჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან, ანუ ახალგაზრდა მამაკაცები არიან, აი წვევანდელი ასაკის. აი ჩვენს ქვეყანაში ხო ორნაირი ფორმა არსებობს, აი ორი არგუმენტი ბჭყალებში, არგუმენტსაც ვერ უწოდებ, მაგრამ ორი ვერსია არსებობს, როგორ უნდა გაправდეს ეს. შემოგდებული თემაა. ნუ, არა, შემოგდებული თემა ეგ ოცნება ამბობს, რომ გაბუქებულია და რაღაცეებს ჩვენ ვაჭარბებ და ამას რო ვაჭარბდეთ, საერთოდ გამოძიება უნდა დაინტერესდეს ჩვენით და ჩვენნაირი ადამიანები, ვინც ამით წუხდება, საერთოდ აქ ნაცებთან ხო არა გვაქვს კავშირი და არსებობს მეორე
არგუმენტი დეგენერატი ლიბერალების მხრიდან არსებობს. კიდე რომ ეს ხალხი რას გვიშლის კაცო ჩვენს ეკონომიკას ფაშისტი ხო არა? ეკონომიკას გააძლიერებენ და ეს ხალხი ინტეგრირდება ჩვენს სოციუმში. აი ვიღაცა საშუალო სტატისტიკური ფერადი გამოშტერებული ლიბერასტი რო აი რა ვიცი ვინა მათი გმირი აი ეს ლაზარე ხო ავიღოთ იმათი ყველაზე მაგარი ტიპი ხო ლაზარეა სად ლაზარე და სად ეხა ეს დეგენერატო იმის ინსტინქტი მაინც არა გაქვს იმის რა თვითგადარჩენის ინსტინქტი ვერ ხვდები ვის უშვებ შენს ქვეყანაში შენ და ყველა პირველი მოწყვლადი ჯგუფი შენ ხარ ამათ წინაშე ეგ ჯერჯერობით ჩვენნაირი ხალხი რო არსებობს საქართველოში უმრავლესობაში მაგიტომ ვერ ბედავენ ეგენ ჯერჯერობით ისიც თორე როგორც კი ეს ხალხი აქ იგრძნობს ძალას გავლენებს რო საჭირო არიან და ფარველობას ჩვენი ფინანსური და პოლიტიკური ელიტისგან ეს ხალხი ბევრად უფრო მკვეთრად დაიწყებს აქ საკუთარი ეგრეთ წოდებული უფლებების მოპოვებას რელიგიის უფრო აქტიურად გავრცელებას, თავისი უბნების შექმნას, თავისი ინტერესების გამტარებელი მედია საშუალებების და პოლიტიკური ჯგუფების ორგანიზებას და ეგ ყველაფერი რომ მოხდება, მერე ვიღაცები რო იტყვიან რომ ვაიმე დედა ეს რა დაგვემართა, მაგათი ბრალი იქნება ეს. აი აქ როგორი სურათი იყო, იცი აი ამ ვიდეოებზე, ახლა ერთ ვიდეოზე და მეორე ვიდეოზე. ერთ ვიდეოზე იყო რაღაცა სავარაუდოდ რელიგიურ თავყრილობას ატარებდნენ და დახურულ სივრცეში კი ლოცულობდნენ ეს საჯარო მასიურად თელუბანზე გასაგონ ხმაზე ქონეთ ჩართული ეს რელიგიური მსახურების ხმა და ეგ არ არის უბრალო მოვლენა ეგ არის დემონსტრაცია გამკვიდრებს თავის წესებს საკუთარი წესების დამკვიდრების დემონსტრაცია ასე ვთქვათ ხაზის გავლება რომ ჩვენ აი ამის იქით პრეტენზია გვაქვს რომ უსმინეთ ეს რაღაცნაირად მიღებული მოვლენა უნდა იქცეს თქვენთან. აი ხა რაც არ უნდა შენ სულ პოლიტიკურ ღონისძიებას ატარებდე, ახლა ერთია რომ დახურულ სივრცეში ატარებ და მეორეა რომ გარეთ რო გამოდგა დინამიკები და შენ ხმას რომ უბანს ასმენინებ. აი ახლა წარმოიდგინე რაღაც ოფისი გაქვს და ოფისი მდებარეობს რაღაც უბანში და შენი შენობის გარეთ რო დინამიკები დადგა და უბანს ასმენინებ. ეგ ხო არის გარკვეული ძალის განაცხადი და ძალის პოლიტიკური განაცხადიც არის და ძალის დემონსტრაციის ფორმაც არის. და მაგას როგორი სახე აქვს, იცი? ისეთი სახე კი არა აქვს უკვე. ანუ ეგ მიჯნა არის როგორ რაღაც მომენტში გადაიკვეთა ეგ მიჯნა და შენ შეიძლება ვერ შეემჩნიე რომ საკმაოდ საფრთხო მიჯნა გადაიკვეთა. ისეთი მომენტი კი აღარ არის უკვე მდგომარეობა, სადაც შეუძლია ვიღაცას მივიდეს და უთხრას რომ ამას ნუაკეთებ და დარწმუნებული იყოს რომ ეს კონფლიქტს არ გამოიწვევს, იმიტომ რომ მეორე მხარე მაგას მოერიდება. ეგ მომენტი გადალახულია მეორე კადრში იმდენით განანახლა იმ უბანში რომ ამ პირობებში აი როცა ქართველების ძალიან დიდი პროცენტი გასულია, თან კაცები არიან ძირითადად გასულები, ხო? ეხლა მაღალი ალბათობით მაგუბანში მაგრაოდენობის კაცი აღარც იქნება. არ იქნება მაგუბანში მაგდენი ახალგაზრდა კაცი. და მით უმეტეს რომც აი რაღაცა ის რაოდენობა მაინც იყოს რომ მოერიდონ, ასე არ იქნება რომ აი დღის ამ მონაკვეთში ყველა სახშია, ზოგი სად არის, ზოგი სად არის. აი მანდ რომ მივიდეს ეხლა ადამიანი და უთხრას რომ აი იცი რა, იმას რა ქვია, ასე ხმა მთელი უბნის გასაგონად ნურთავ შენ თუ გინე შიგნით იყავი ჩაკეტილი და შიგნით მსახურება შიგნით ჩაატარე, ხო? მაგაზე ისეთი პასუხი შეიძლება დაუბრუნონ, რომ ნუ ერიდება ხალხი უკვე. იმიტომ რომ მათ შორის ერთ-ერთ უბანში სადაც აი ესე თავყრილობებს ატარებენ, ჩვენიანი იყო მისული და იქ გამოელაპარაკენ ადგილობრივები, სახლები იქირავესო, სამლოცველოები გახსნესო და როგორც ადგილობრივები უყვებიან, აი საკუთარი სახლები იქირავეს უბანში და გახსნილი აქვს სამლოცველოები და ბევრნი იკრიბებიან მანდ და როგორც ადგილობრივები ყვებიან, ნუ ყოფილა საკმაოდ აგრესიული ფორმის შელაპარაკებები ისე რომ მაგალითად მანქანა დააყენეს მეზობლის ეზოს შესასვლელში და ამან რო უთხრა რომ აქ ნუ აყენებო
ესე კი არ მოხდა პასუხი, რომ კარგი ეს რაღაც შესასვლელი გადავაყენე. არა, შელაპარაკება მოუხდა, რომ თან ისე არა, იმათ არ დაიხიეს უკან. რავი, თუ გინდა პოლიციას დაურეკე, ეგრე დადგა საქმე. რომ დაურეკე, თუ გინდა პოლიციას არ მაინტერესებს და ნუ რაღაც ისე გამოვიდა, რომ იმათმა თავისი გაიტანეს. ხო და ეგ როგორი მიჯნის გადაკვეთაა უკვე, იცი? ეგ არის მიჯნის გადაკვეთა, როცა სადღაც რო ჩადიხარ ნებისმიერ სულ კოლექტივში შედიოდეს ადამიანი და კოლექტივში როგორ დაიმკვიდროს თავი, იქაც თავიდან აკვირდება ეს ვინ არის, ეს როგორი პასუხი. სად გადის ზღვარი? სად გადის ზღვარი? ეხლა ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, აი ჩვენნაირად მოაზროვნე ხალხი, რომლებსაც ესენი ერიდებიან. ხელისუფლების ინტერესი და პროდასავლური ჯგუფების ინტერესი არის, რომ მასეთი სეგმენტი დასუსტდეს და მასეთი სეგმენტი აღარ იყოს შემაწუხებელი ბარიერი ფულის კეთებაში მიგრაციის სახით. და ეგ ნაწილი თუ დასუსტდა და დასავლეთში სხვა კი არაფერი მოხდა კაცო. დასავლეთში ახლა 80-იანი წლების და 70-იანი წლების რა ვიცი ინგლისი სხვანაირი იყო. საფრანგი სხვანაირი. სხვა იყო. სხვა ქვეყანა იყო საერთოდ. ხო და ეხლა რომ ჩვენთანაც იქ დაასუსტეს ის ნაწილი. ზოგი დააშინეს, ზოგი შეავიწროვეს, ზოგი ზოგს მარგინალიზაცია მოუხდნენ. ჩვენთანაც იგივე პროცესს ეცდებიან. როგორც კი და ეგ აღარ არის შორეული პერიოდი, იმიტომ რომ ამ მიგრანტებმა როგორი რაღაცა იცით? აი საქართველოში იყო ტრამპის მოსვლამდე მაგალითად რაღაცა არხი იპოვა ხალხმა ამერიკაში გადასვლის. და მე რაღაც მასიურ ციებ-ცხელებასავით იქცა მექსიკაში გადავალ მექსიკიდან გადავიყავ და ყველამ გაიგო მე ერთმანეთს უყვებოდნენ როგორ სოფლიომ გაიგო თელმა სოფლიომ არა საქართველოს მაგალითი იმიტომ მომყავს რომ ჩვენ ყველა ხო ვიცნობდით გარშემო რომ იქიდან გადაპარვა და ერთმანეთს აგებინებდნენ და ერთმანეთს მიყვებოდნენ და არხი გაიჭრა და სტიქიური ფორმა მიიღო იგივე სტიქიურ ფორმას იღებს ოღონდ იქიდან აქეთ ახლა პაკისტანი დაიძრა, არაბეთი დაიძრა, არაბებს ვისაც ფული აქვს, დაიძრენ, რომ სახლები იყიდება ხალხო და იმის ბინადრობის უფლება გაიცემა $100,000. და პატრონი არ ყავს ქვეყანას. ხადია, ეგეთ ქვეყანაში ხა ყველა შემოვა.